როგორ დავწვა ცხიმი მუცლის ქვედა ზონაზე? ყველაზე რთულია ცხიმის დაწვა მუცლის ქვედა ზონაზე. აქ მარტო ვარჯიში და კალორიების დეფიციტი არ არის საკმარისი, რომ ამ ზონაზე დაწვათ ცხიმი. თქვენ ადვილად შეამცირებთ ცხიმის შემცველობას ორგანიზმში 15%-დან 10%-მდე, მაგრამ 10%-დან 7-8%-მდე გაცილებით რთულია ცხიმის შემცირება. მე მოგცემთ ორ რჩევას, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. პირველი, გამოიყენეთ 16-18 საათიანი პერიოდული შიმშილობა, მაგალითად, საღამოს 6 საათიდან არ მიიღოთ საკვები დილის 10 საათამდე. ამით თქვენ გააქტიურებთ კატექოლამინების, ანუ ცხიმწველი ჰორმონების გამოყოფას ორგანიზმში და გაზრდით სისხლის მიმოქცევას მუცელზე. მეორე რჩევა ეს არის ივარჯიშეთ შიმშილობის პერიოდში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ კარდიო ან ძალისმიერი ვარჯიშები შიმშილის პერიოდში. ან კიდევ უფრო უკეთესია მაღალინტენსიური ინტერვალური ვარჯიში, რითაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდით კატექოლამინების რაოდენობას და არ დაწვავთ კუნთებს. აბა ყველა წარმატებები გამოშვების გზაზე. დროებით.